მოგესალმებით, მეგობრებო. ახალ ეპოქასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბარი არის ხოლმე მერწყულის ეპოქა, ცვლილებების ეპოქა, თუმცა რა ძალიან თვალსაჩინო არის, აი იმაზე მინდა ახლა გავაკეთო ვიდეო, მაგალითად, რატო არის უმეტესად პირადი ურთიერთობები საკმაოდ უკვე პრობლემური, გაცილებით მეტი ქალი არის უკვე ან დაშორებული პარტნიორთან მაგალითად, ან მარტოხელა არის, ან მუდმივად ურთიერთობებში პრობლემებში არიან. დიდი ესეთი მკვეთრად გამოხატული პრობლემა გახდა ეს ჩვენი ეპოქის, ხო, ჩვენი საუკუნის. აი, ასტროლოგიურადაც ვეცდები ახლა ეს ავხსნა და ფსიქოლოგიურადაც რა ფაქტორები არის, რატო არის ეს პრობლემა ეხლა, მაგალითად, უფრო გამწვავებული, ვიდრე საუკუნეების განმავლობაში იყო. ცოტა პრაქტიკულად რო აგეხსნათ, ხო? აი, ასტროლოგიურადაც და ისედაც, მაგალითად, მამაკაცური პლანეტები ქალების რუკაში ეს მათ მამაკაცებს ეხებოდა ხოლმე ყოველთვის. ან ნაკლებად იყო ქალში ეგო ფუნქცია განვითარებული, როგორც აი თვითყოფადობად, რომ მე ის შემიძლია, მე ამას ვაკეთებ, მე ეს მინდა, მაგალითად, ანუ ქალის ნება საუკუნეების მანძილზე იყო დათრგუნული. ასტროლოგიურადაც სხვათა შორის ძალიან იშვიათად ისეთი ცნობილი გამოკვეთილი ქალები, ვინც იყვნენ, მაგალითად იშვიათად რომ მამაკაცური პლანეტების ენერგიას იყენებდნენ ხოლმე და შესაბამისად ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში ნელ-ნელა დაიწყეს ქალებმა უკვე მამაკაცური მზის, მარსის მაგალითად ამოქმედება, პლუტონის ამოქმედება, ხო, ეს ასტროლოგიურ ენაზე რო ვთქვათ, ხო? ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ენაზე პროგრესმა, მაგალითად, და ცივილიზაციამ მოიტანა ქალის ეკო ფუნქციის განვითარება, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. ადრე თუ მთელი საუკუნეების განმავლობაში ქალი იყო იძულებული, ან უბრალოდ სხვა არც იყო მის ფოკუსში, მაგალითად, განვითარებაში, რომ სხვა რომ მაგალითად დამოუკიდებლად ვერანაირად ვერ გაძლევდა ქალი მას ფინანსური, სტატუსური დამოუკიდებლობა სჭირდებოდა მამაკაცისგან. იქნებოდა ეს, მოდი ესე ვთქვათ, ბიძა, ძმა, მამა, ანუ ვიღაც მამაკაცზე, სხვა შორის აზიური სამყარო ახლა ისევ მანდ არის, მაგრამ დასავლური სამყარო, ცივილიზაცია უკვე ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა, ბოლო 1 საუკუნის განმავლობაში გამოკვეთილად უკვე. ანუ მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ქალების ემანსიპაციას, დროის აბსოლუტურად აჩქარებას და განსხვავებულ ცივილიზაციას, მოდი, ესე ვთქვათ, მოაქვს უკვე ნელა ქალის გათავისუფლება იძულებითი როლებიდან და შესაბამისად ქალებს აქვთ მეტი უკვე შესაძლებლობა აირჩიან რა სურს და არა ის, რომ მაგალითად იძულებული ხარ რომ იყო. ეკო ფუნქცია, ანუ მზის ნებელობა რო განვითარდა ქალში, უფრო მეტად შესაბამისად ამ პროცესების გამო, მასში განვითარდა, მეგობრებო, უკვე არჩევანის თავისუფლება. ეს მინდა თუ ის მინდა, ან ეს რატო აღარ უნდა ავირჩიო, მაგალითად, შესაბამისად მოხდა აბსოლუტურად განსხვავებული ქალსა და კაცს შორის. ახლა მე ესე არასდროს არ ვყოფ ხოლმე, ჩემთვის ადამიანი არის მთავარი და იქ ქალი იქნება, კაცი იქნება თუ რა. ეს შემდგომი დეტალები არის ზოგადად, ესე არ ვყოფ, რომ აი კაცები ესეთები არიან, ქალები ესეთი. ეხლა ზოგადად არის ხო საუბარი, ზოგად გენდერულ განსხვავებულობაზე არის საუბარი და რა მოხდა, იცით, რომ არ არის ეს მარტო ჩემი დაკვირვება, ფსიქოლოგების აზრიც არის ეს, რომ კაცებს უწევთ უკვე გადაეწყონ, როგორც ქალებს მოუწიათ გადაწყობა ახალ რეალობაზე, ეს იქნებოდა მათი ჰორმონალური სისტემა, მათი იმუნური სისტემა, მაგალითად ფსიქოლოგიაც, ხო, იმიტომ რომ ქალი ვერ უძლებს იმხელა ინტენსიურ დატვირთვებს, მაგალითად, რასაც კაცი, ხო, თუნდაც აი სამსახური 4 საათიანი გრაფიკით, ეს არის ძალიან რთული ქალის ფსიქიკისთვის და უწევს ქალს გადაწყობა საერთოდ უკვე ჯანმრთელობის კუთხითაც და ორგანიზმის კუთხითაც ახალ რეალობასთან. მაგრამ რა მოხდა ახლა კაცებთან, ხო? ახალი გამოწვევა აქვს უკვე მამაკაცებს ზოგადად, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი ქალი ტოვებს კაცებს, ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტი და მეტი ქალი ქმნის არჩევანს საკუთარ ცხოვრებაში. ზოგი საერთოდ მარტო
ყოფნას არჩევს ხომ, რომ იმდენად შეიძლება მარტო ყოფნა შესაძლებელი იყოს უკვე ქალისთვის, ფინანსური კუთხით იქნება ეს, პიროვნული კუთხით იქნება ეს, სოციალური კუთხითაც ხომ, რომ აღარ საჭიროებს ქალი ისე სერიოზულად მამაკაცს, როგორც ადრე იყო ეგზისტენციალური საკითხი, მამაკაცი გეყოლებოდა თუ არა. ეხლა უკვე ამ დროში მიიღო თუ არ იქნება არც არაფერი ისეთი, ხო? მე ახლა უფრო ისეთ ქალებს გულისხმობ, არ არის ყველაზე რა თქმა უნდა კიდე არიან ისეთი ისეთ სიტუაციებში არის ისევ ქალი, ხო? გინდო სოციუმის გამო, ოჯახის გამო, რომ ნაკლებად აქვს შემოსავლის ან დამოუკიდებლობის უნარი, შეიძლება შემოსავლით და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ მენტალურად იყოს მაინც შინაგანად იმ, მოდი ესე ვთქვათ, ძველი მოდელის ქალზე, ხო, რომელსაც სჭირდება იქ ურთიერთობები, სჭირდება მამაკაცის რჩევა, მამაკაცის აზრი მაგალითად. უბრალოდ ეხლა რა მოხდა იცით, რომ აი ზოგად სურათს გეუბნებით, მასებს გულისხმობ, მამაკაცების ემოციური ინტელექტი ვერ არის ისე ფსიქოლოგების აზროვნები ისე განვითარებული, როგორც მაგალითად ქალები განვითარდნენ. ანუ კაცმაც უნდა გაიგოს, დრო შეიცვალა, სიტუაცია შეიცვალა და მათ უკვე უპირობო ძალაუფლება აღარ აქვთ, რადგან კაცები არიან უკვე რომ ისასურველი უნდა იყოს, ხომ? მათ უწევთ უკვე იმ ძლიერ ქალებთან, მენტალურად, ფსიქოლოგიურად, მატერიალურად ძლიერ ქალებთან, უკვე იყვნენ კონკურენტუნარიანები და ესე მარტივად უკვე ადრე რომ უპირობოდ, ოღონდ კაცთან ყოფილიყო ქალი, იმიტომ რომ ის გადარჩენისთვის აუცილებლობა იყო, ეხლა აღარ არის ესე მთლად, ხო? შესაბამისად, ეს არის უკვე ეპოქალური მოვლენა, როდესაც ქალს სჭირდება გაცნობიერა ქალმა, რომ ის უკვე აღარ საჭიროებს კაცს როგორც მამამარჩენელს, მაგალითად, ან ფიზიკურ დამცველს, ან რაღაც მძიმეების ათრევს, ესე რომ ვთქვათ, და ქალს სჭირდება ემოციური ინტელექტი მამაკაცისგან, სჭირდება სიყვარული, სითბო მაგალითად და ხშირად ახლა არიან კი კაცებიც, რომელსაც ეს ყველა დროში იყვნენ ისეთი კაცები, რომელიც დროს უსწრებდნენ, რომლებიც მასაში არ იყვნენ ესე ხო, მასის წესებს არ ითვალისწინებდნენ, მაგრამ მასაში მაინც არის ეს მომენტი, რომ აი ხშირად შეიძლება კაცებს ჰქონდეთ ინფანტილიზმი, აი ცოტა ესეთი ჩამოუყალიბებელი კაცი მაგალითად რა უნდა რომ არ იცის სიტყვაზე, შეიძლება იყოს ცოტა ქარაფშუტა, ესე ჩვეულებრივი კუთხით. შეიძლება იყოს მძიმე, თავისი პრობლემებით, თავისი ტრავმებით მაგალითად, ხო? რადგანაც ქალი უფრო მეტად არის ოჯახზე ორიენტირებული, მეტ დროს ატარებდა ოჯახურ ატმოსფეროში და ბავშვებთან ზრუნვაში, მაგალითად, ქალის ემოციური ინტელექტი ბუნებრივად განვითარდა და კაცში ეს მაინც ბუნებრივად არ მომხდარა. ანუ შემდეგი ეპოქა უკვე აი მერწყულის ეპოქას რო ეძახიან, ხო? კაცში თუ არ მოხდა სერიოზული ძვრები, ისინი ნენელა დაკარგავენ თავის მამაკაცურ, მოდი ესე ვთქვათ, ფუნქციას და მამაკაცური ფუნქცია არის ეხლა უკვე აღარ არის ის ფუნქცია, რომ მაგალითად უპირობოდ და რაღაც კარიერა შექმნა. შეიძლება კარიერაც ჰქონდეს მამაკაცს, ფინანსებიც ჰქონდეს, მაგრამ თუ არ აქვს ემოციური რესურსი ქალთან ურთიერთობის, ასეთ ქალს უკვე აღარ ჭირდება ხოლმე ესეთი კაცი, რაც იმიტომ რომ თვითონაც შეუძლია ქალს უკვე რაღაც ელემენტარული შემოსავალი ჰქონდეს, რის გამოც აღარ მოითმეს მაინც არა ემპათიურ ან არა ემოციურ მამაკაცს, ხო? შესაბამისად, ის მოხდა, რომ რადიკალურად შეიცვალა სამყაროს წესები, კაცებმა დაკარგეს თავისი თავდაპირველი ფუნქცია და ვერ გადაერთვნენ ეხლა ახალ ფუნქციაზე. მათ ახალი ფუნქცია ესეჭირებათ. მაგალითად, ემოციური ინტელექტის განვითარება, მაგალითად, შეგრძნებებში შესვლა და არა მხოლოდ მე მაგარი უნდა ვიყო, მე უნდა ჩავტედო ჩემი ემოციები, მე უნდა რაღაცა მოვინადირო. ეს აღარ არის უკვე ქალისთვის პრიორიტეტი და აღარ არის მნიშვნელოვანი.
შესაბამისად უფრო ხშირად არის განქორწინებები, აი ქალები უფრო მიდიან ხოლმე განსაკუთრებით 40 წლის ასაკში უფრო მიდიან ქალები უკვე ურთიერთობისგან. აი ის რომ კაცმა დატოვა ოჯახი და ეს ძველი მოდელი არის თანამედროვეობაში, ხა ევროპაში მაგალითად სადაც უფრო ცივილიზებული განვითარება არის, რატო ებრძვიან ცოტა აზიური მენტალობის მამაკაცები განვითარებას, ხომ? იმიტომ რომ აი ხა ირანში მაგალითად რო არისო რომ ხალი საჭესთან არ უნდა დაჭდეს. ეს არის ძველი სტილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. როდესაც არაფერს არ აკეთებ, არ ვითარდები ემოციურად, არ აძლევ ქალ საშუალებას, რომ მიხვდეს, რომ შენ აღარ ჭირდები. ან თუ ჭირდები, შენ ძალიან უნდა განვითარდე, ძალიან კონკურენტუნარიანი უნდა იყო და კონკურენცია განა სხვა კაცებთან არის. კონკურენცია არის ქალის კომფორტთან. ქალს მარტო ყოფნა შეიძლება უფრო შვიდად, სტაბილურად და უფრო შედეგიანად იჩვენებოდეს, ვიდრე დღევანდელ მასას გულისხმობ აქაც კაცთან ყოფნაში, ხო? იმიტომ რომ აი ის უკვე იმხელა განსხვავება გამოჩნდა ქალებსა და კაცებს შორის. ქალები ძალიან წინ წავიდნენ, როცა ეპოქალურად საუკუნების წინ პირიქით იყო ეს ყველაფერი, შეიცვალა, ეხლა ქალს აღარ ჭირდება უკვე რო ატარონ, ისე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ეკოფუნქციები, ეს პლანეტარული ენერგიები რო გამოავლინა ქალმა, ხო, აითვისა, ესე რომ ვთქვათ, იქ კაცმაც უნდა ეს ქალური პლანეტები გააცნობიეროს და შეითვისოს, ხო, ვენერა, მთვარე, მაგალითად ნეპტუნი, ხო, უნდა გახდეს მეტად არა რბილი, ესე რომ ვთქვათ, ქალოია. კი არ უნდა თიროდეს. უნდა ისწავლოს ემოციების გადამუშავება. აქ ერთგულებაზე არ არის საუბარი და იმაზე რო არის ახლა ქალებთან უნდა იყვნენ მაქსიმალურად ჩადგმით, გამაზე არ არის საუბარი. ნამდვილობაზე არის საუბარი, როცა ხარ და აი როგორც ქალს შეეძლო, თუ იყო ურთიერთობაში, იყო ურთიერთობაში რაღაცა პერიოდი, სანამ აი ეს იმედგაცრუებები არ მოვიდოდა, ხო და მე მიდიან უკვე ქალები ამ ურთიერთობიდან, ძალიან ბოლოს ხვდებიან ხოლმე კაცები, რომ წავიდა ქალი ურთიერთობიდან და აი ეს კონკურენცია, რომ ქალს უფრო კარგად გრძნობს ქალი თავს მარტო ვიდრე კაცთან, აი ეს არის სერიოზული პრობლემა უკვე დღევანდელ მამაკაცებში. როგორც პრობლემა არის ეს შვილოსნობის კუთხით, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ქალი ირჩევს უკვე მარტო გაჩენას ბავშვის, მარტო გაზრდას, ვიდრე მამაკაცთან ერთად, ანუ ძალიან არადამაკმაყოფილებელი და არასანდო გახდა მასებს გულისხმობ აქ მამაკაცი დღევანდელ ეპოქაში. ამიტომ ეს ძველი წყობები ებრძვიან ამ ყველაფერს, ქალს ცდილობენ ისევ დაავიწყებინონ, რომ მათ რაღაცის უნარი აქვთ, იმიტომ რომ ეს კაცებისთვის არ არის კომფორტული. აქაც მასებს გულისხმობ, თორე არიან კაცები, რომელიც პირიქით ქალს ანვითარებს, პირიქით ქალს აძლიერებს, იმიტომ რომ არ ეშინია თვითონაც გაზრდის, განვითარების და აი ეს მომენტი მასაში მაინც არ ვლინდება ხოლმე. შესაბამისად ძალიან ბევრი ქალი ხდება უფრო მარტო, ახლა თუნდაც ჩემთან კონსულტაციაზე ხშირად რომ მოდიან ქალები, უფრო თვითონ მიდიან კაცებისგან, თვითონ ანგრევენ ურთიერთობას, ან ემოციურად აღარ არიან უკვე ჩართულები. შეიძლება ვიღაცასთან იყოს, მაგრამ იმდენი წყენა გულისწყეველი გქონდეს, რომ აღარ იყო მასთან, ხო, ემოციურად და აქ უკვე ისეთი მომენტია, რომ კაცმა შეიძლება ილუზია შეიქმნას, რომ აი ამ ქალთან ახლა ვარ, მაგრამ მისი ქვეცნობიერი ძალიან კარგად გრძნობს, მის ქალი შეიძლება ბოლომდე მას აღარ ეკუთვნის ბჭყალებში, რომ ვთქვათ, ხომ? და აქ ხდება მათი ეგოს კიდევ უფრო დაპატარავება. ან მამაკაცები, რომელიც ცდილობენ არ შევიდნენ სერიოზულ ურთიერთობაში ქალებთან, და სულ სჭირდებათ მაგალითად პარტნიორების ცვლა, აქაც შეიძლება იყოს სუსტი ეგოს თემები, როდესაც მაგალითად ამითი მე მჭირდება დღე როგორც ქალები ტორტს ჭამენ სტრესთან ბრძოლისთვის, ხათაშორის
ფსიქოლოგიაც ამბობს, აი ძალიან ისეთი აქტიური მამაკაცი, რომელიც სულ ახალ პარტნიორებს ეძებს, ესეც შეიძლება იყოს სტრესის გამკლავების ერთ-ერთი მცდელობა, ან საკუთარი მამაკაცური პრობლემების კომპენსაცია, მაგალითად, და მამაკაცური პრობლემები გულისხმება აქ, რომ რაღაც ცხოვრებისეულ პრობლემებს ვერ უმკლავდება, სტრესებს ვერ უმკლავდება, მაგ შეიძლება რაღაც ინფანტილური ბავშვური ენერგია იყოს შინაგანად, ხო, ან ეს საქართველოში რა არის ხალხი, ხო, იცით, ზედმეტი ზრუნვა ბიჭებზე, კაცების კულტი ჩვენთან და მე ეს ბიჭები ვერ იზრდებიან ფსიქოლოგიურად, ისე ბავშვები არიან და დედა უნდათ ქალების სახით, ხო, ჩანაცვლება ისევ დედასი, ანუ შინაგანად ეს შეიძლება სამსახურიც გქონდეს, კარიერაც გქონდეს, მაგრამ აი ის რომ მე რაღაც სერიოზული უნდა ჩავდო ამ ურთიერთობაში, ეს ნაკლებად იყოს. ნაკლებად გამოვლინდეს შინაგანი სიმყარე, პიროვნულობა, პიროვნება. აი, როდის არის მაგალითად ქალთან მამაკაცი ემოციურად ჩართული, ინტელექტუალურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ხო? ესეთი მამაკაცი უნდა იყოს ცოტა მაღალი ინტელექტუალური, სულიერი ემოციური ინტელექტი უნდა ქონდეს, ხო? მაგალითად, განათლებაზე არ არის საუბარი, ხო? მაღალი ემოციური ინტელექტი მოითხოვს სერიოზულ პიროვნულ მეს, მყარ მეს, ხო? ეს მყარი მე მოდის, იცით, აი საკუთარ თავთან გულახდილობის შედეგად, სხვათა შორის შეხედო საკუთარ თავს ყველა კუთხით, დაინახო საკუთარი თავი ყველა სისუსტეში, ეს არის სინამდვილეში სიმამაცე და ქალიც, როდესაც ამას აკეთებს, მაგალითად, როცა არ ეშინია მას, შეხედოს თავის სისუსტეებს, ასევე შინაგანად სულიერად მტკიცე არის ესეთი ქალი. და კარიერაშიც ბევრს აღწევენ, იმიტომ რომ არ ნიშნავს, ხაი დაბალი შეფასება, როცა ამბობენ, ეს არის ეგო, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, რომ პატარა შეცდომა დაუშვა. და მყინვარულად რეაგირებ ყველაფერზე, ხო? ეს არის საკუთარ თავთან არ ხარ ერთგული, არ ხარ გახსნილი, არ ხარ ღია. ხო, იმიტომ რომ რა მოხდა მერე თუ შეცდომას უშვებ, თუ რაღაცაში არ ვარ, ან რაღაც არ გამომდის, რა მოხდა? აი, მსუბუქი დამოკიდებულება, ოღონდ ღია გახსნილი და მსუბუქი დამოკიდებულება, ეს რას გვაძლევს? მეს გვაძლევს მყარ, ძლიერ, აი დამოუკიდებელ მეს. შესაბამისად, ასეთ მეს ჭირდება ასეთივე მე პიროვნება, ხო? ძლიერი მყარი, რომელსაც არ ეშინია ემოციური ჩართულობის ქალთან და არ ეშინია, რომ რაღაც თუ მინდა, მე იმას მივაღწევ, ხო? სადღაც იბრძოლოს ამ ყველაფრის. ანუ სერიოზული კრიზისი არის ახლა ძალიან ზოგადად გეუბნებით მთელ პლანეტაზე, მაგრამ აზიურ სამყაროს ჯერ წინა აქვს ეს ყველაფერი, ისინი შტაინერიც ამბობდა, რომ ეს აზიური სამყარო ნებს არ გულისხმობ ბუდისტებს და ესეთ ტიპებს, უფრო მოდით ესე ვთქვათ, მუსულმანურ სამყაროზე ვამბობ, ოღონდ არა აი მასაზე უფრო ესეც ვიდრე თვითონ რელიგიურ თემაზე. და ამბობდა შტაინერი ჩამორჩენილი სულები მართავენო, აი ამ ისეთ სასტიკ ხალხსო რა და შესაბამისად იქ ყველაფერი ცოტა გვიან მიდის 1-2-3 საუკუნითო უკან არიანო, ხო? აი შესაბამისად ის რომ ეხა მრავალცოლიანობა სადაც არის და ქალი ნივთად ითვლება, ეხა ეს ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ძალიან ძველი დრო არის, ხო? ეხა ჩვენი გადასახედიდან, ხო? და აი ამათ ჯერ კიდე წინ აქვს ეს აღმოჩენები და ეს კრიზისები. ევროპა საკმაოდ წინ არის ამ მიმართულებით, თუმცა კრიზისი უნდა დადგეს, რომ გადაწყდეს რაღაცა მნიშვნელოვანი, ხო? და ეს კრიზისი ნენელა მოიტანს რას იცით, რომ კაცებში აი უფრო მეტად აი ის გამწევი ძალა რომ იკლებს, ნაკლები აგრესიულობა შეიძლება იყოს, ხო? სხვათა შორის ამაზეც ძალიან მკეთრად ახდენს გავლენას კანონები. იმდენად კაცებს შეუზღუდო და აგრესიის გამოხატვა ყველანაირ დონეზე ამას თავის პლუსებიც აქვს და თავის მინუსებიც აქვს. ეხლა მართალი რომ გითხრათ, როცა დადიხარ ძალიან ნელა მანქანით, კი, უსაფრთხოება არის და ეს აუცილებელი არის, ხო? მაგრამ როცა აი კანონით ბევრ რაღაცაში ხარ შეზღუდული, ეს გაჩერებს რაღაცნაირად, ხო, ეს ემოციები, ის ვნება, ის ცეცხლი, ის ბრაზი იკლებს, ისეც მოქმედებს ძალიან სერიოზულად სხვათა შორის ამ ყველაფერზე და
ეს ყველაფერი აგდებს აი მთელ დიდ სურათში, მაგალითად, მამაკაცურ ენერგიას. კიდევ ერთხელ განებით ეს ყველაზე არ არის, რა თქმა უნდა, გათვლილი ჩემს ირგვლივაც არ არის ესე მთლად, მაგრამ უბრალოდ ისე ვამბობ, რომ უმეტესობა, აი ფსიქოლოგების აზრითაც, მეც რასაც ვაკვირდებოდი სულ ასტროლოგიურად ხო ხედავ ახლა, რომ ჩვენი მშობლების თაობა მზის ასპექტებს როგორ იყენებდნენ დღევანდელი ახალგაზრდები, როგორ და ჩვენ როგორ მაგალითად, ხო? და ეს არის ძალიან მკვეთრად, აი იყოფა სამყარო თანამედროვეობაში და წარსულ ენერგიაში. აი ვიღაცები ამ წარსულ ენერგიაში არიან, ისევ ტრადიციები, ისევ კაცი უპირობოდ წინ უნდა იყოს, ისევ უპირობოდ არ აქვს ემოციური ინტელექტი, არ ლაპარაკობს ოჯახში დიდად, არ არის თბილი, ჩართული ემოციური, მაგრამ ნუ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს, ხო? აი ეს მომენტი თუ არის, ან არის შემდეგი მომენტი, ნუ თუ არის ეს მომენტი, ეს არის ძველი წყობა, რაზეც იდგნენ ჩვენი წინაპრები, იმიტომ რომ მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ეპოქა იყო. ეხანდელმა დრომ უკვე ეს მოიტანა, რომ აი ხშირად არიან უკვე აი ფსიქოლოგიაში ვინც არიან ქალები, მაგალითად, ნენელა ხვდებიან, რომ აი ჩემი სფერო მჭირდება, ფეხზე უნდა დავდგე, იმიტომ რომ მე უკვე აღარ მინდა ის მქონდეს, რაც შიც გავატარეთ მთელი ცხოვრება, ხო? აი ეს ტენდენცია ადრე წარმოუდგენელი იყო სხვათა შორის, ადრე საერთოდ არც მოუვიდოდა ქალს თავში. შესაძლოა ეს სერიოზული გამოწვევა მამაკაცებისთვის, იმიტომ რომ მამაკაცებს ექნებათ უკვე სიტუაცია, რომ აი ქალს თუ შეუძლია თვითკმარად იყოს მაგალითად, ხო? და თავის კარიერა ქონდეს, ლამაზიც იყოს, წარმატებულიც იყოს, ხო? და შვილიც ყავდეს, შულთანაც იყოს. კაცებს ეს გამოცლილი აქვს ხელი, ანუ სრულად მარტო რჩებიან. და აი ეს თუნდაც რომ აი ბევრი ქალი და იკმაყოფილებს ეს თითქოს გარედან, ოღონდ ფსიქოლოგიურად შინაგანად ეს პირიქით კიდევ უფრო დაუსუსტებს ეგოს, იმიტომ რომ თუ ხარ კაცი, რომელიც ფლირტაობ, მაგრამ შენთან, ну აი ქალს ვერ შეუყვარდები ისე, ხო? ან ვერ იქნება შენთან, შე ვერ ფლობ ქალს, მოდი ესე ვთქვათ, ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად. კი შეიძლება ვითომ გაგიჟდეს შენზე ქალი რაღაცა ისე ელოდებოდეს შენგან, მაგრამ მალე დავიწყდები მას, ხო? როგორც კი შენ სხვაზე გადაერთვები. შესაბამისად, ეს კაცის ეგოსთვის, რომ ის აღარ არის აყვარელი ვიღაცისთვის, აღარ არის მნიშვნელოვანი ვიღაცისთვის, ეს არის სერიოზული მარტოყოფნა. და სერიოზული მოუვლელობაც, იმიტომ რომ კაცს ჭირდება ზრუნვა. ფიზიკურ დონეზეც კი ჭირდება ზრუნვა. ქალი ოჯახში მშვენივრად არის, სამსახურშიც კარგად არის და ოჯახშიც მშვენივრად არის, თავის თავის მოვლაც იცის, შვილების მოვლაც იცის, კაცმარ იცის ეს ყველაფერი. და ამიტომ ეს კიდე გაღრმავდება, კიდე უფრო სერიოზულ კრიზისში გადავალ, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ კაცებს. აი მე დაფიქრდებიან. ოღონდ ეს რამდენი პროცესი არის, ხო ხვდებით, რამდენი წლები, 10 წლეულები უნდა გავიდეს, რომ ნენელა მე ფსიქოლოგებმა კიდევ უფრო მეტი უნდა წერონ, მე გადაცემებში იქნება ამაზე საუბარი სიტყვაზე. აი ეს ყველაფერი ნენელა და რამდენიმე 10 წლეულში უკვე მომავალ თაობებს მოუწევს ისე გაზრდა, რომ უკვე შეესაბამებოდნენ ქალებს, დაეციონ, მოდით ესე ვთქვათ, ქალებს, ხო? და გახდნენ უკვე მართლა სასარგებლოები და კონკურენტუნარიანები. აი ამ კონკურენციაში რომ ქალს ყველაფერი შეუძლია და თვითკმარი შეუძლია იყოს და კაცს არაფერი შეუძლია დამოუკიდებლად სიტყვაზე, ხო? აი აქ ამ კონკურენციაში უნდა შევიდნენ ქალებთან და ეს მნიშვნელოვანი არის, იცით, ზოგიერთი წინწავა ყოველთვის არიან ისეთები, რომლებიც დროს უსწრებენ, ხვდებიან უფრო მალე, ესეთი კაცებიც უფრო არიან კიდეც ჩვენ გარშემო, შეუძლიათ უკვე დროს დაეწიონ ამ მიმართულებით, მაგრამ იმდენად ცოტანი არიან, რომ ჯერ გავლენას ეს სერიოზულად ვერ ახდენენ. ამიტომ არის ქალების უმეტესობა მარტო, ამიტომ არის ან ზოგი იმაზე არის ცალფეხი რო გარეთ აქ უკვე გაქცევაზე რო არის მაგალითად, ხო? ან ზოგიერთი არის მაგალითად, რომ აი იციან უკვე, შედიან ურთიერთობაში, იციან უკვე აქ რა იქნება და იციან რომ აზრი არ აქვს, ხო? ნუ მორიგი ესეთი ტიპი არის ემოციურად არაგანვითარებული, ხო? ანუ აი სულ რო უფროსივით იყურები, მაგრამ ქალები მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ნუ
როგორ უნდა ვიყო? აი, ხშირად უფრო დედის ფუნქცია რო აქვს უფრო ქალებს ურთიერთობაში, ვიდრე ქალის, ხო? იმიტომ რომ თვითონ კაცებიც უკვე ასეთ როლში ხედავენ ქალებს, ხო? ეს ზოგადად გიყვებით და ვინც ახლა მაგალითად უფრო განვითარდება კაცი, უფრო ემოციური ინტელექტში განვითარდება, უფრო აი თუნდაც ჩემ ტრენინგები იქნება, ლექციები იქნება, 80% ქალები არიან ხოლმე. ყველა ლექციებზე, ყველა სასწავლებლებში სულ ქალები არიან, ფსიქოლოგიურ სკოლებში სულ ქალები არიან. ქალები ვითარდებიან, კაცებს ვერ ნახავთ, ვერსად, ხო? აი ეს ეგო იმ ხელაზე არის, რომ მე აქ როგორ შევალ, აი თითქოს განვითარება უხერხული არის მათთვის და ეს ძალიან აგდებს მერე ინტელექტს, ხო, ემოციური ინტელექტს გულისხმობ, იმიტომ რომ იქ რო ფიზიკა ვისწავლო და მე ფიზიკოსი გავხდე სიტყვაზე და აქ რო დებენ მთავარ ენერგიას პიროვნულ განვითარებაში, თვით განვითარებაში მაინც არ მიდიან და ეს ისახება მე ზოგად ურთიერთობებზე. და მე წყენები არის, მე გაურკვევლობები არის, აი რატო არ ვიყავი ამის ღირსი, რატომ იმატოვეს და იმიტომ არცად არ დადიხარ, არცად არ ვითარდები სიტყვაზე, ხო? ანუ გგონი არა უკვე საკმარისი ხარ, რადგანაც რაღაცა ინსტიტუტში რაღაც დიპლომი დაიცავი და რაღაც სამსახური გაქვს, რომ იგივე ქალსაც აქვს. დაიწყება უამრავ ტრენინგებს, უამრავ კურსებზე დადის. ძალიან ბევრ რაღაცებს ისმენს. არა ეგოს გამო მე რო აი თქვათ იქ ზოგი კაცი მისთვის დადის რომ მე რაღაცა კიდე უფრო გაიზარდოს ეგო. არა მართლა თვითონ თავის განვითარებაში დებენ ხო ქალები ამ ყველაფერს. მე აღარ გაინტერესებს ის კაცი რომელიც ამ ყველაფერსგან შორს არის. ძალიან დიდ სურათში გეუბნებით ახლა ამას და ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის. ქალებისთვისაც სერიოზული პრობლემა არის, მაგრამ ქალებისთვის ის არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ იციან, ანუ უფრო მაღალ საფეხურზე დგანან, უფრო იციან, რომ ეს ჩემი აღარ არის, მე ამის გამოთმენას აღარ ვაპირებ და ან მეც ვიმსახურებ, ან მარტოს უკეთესად ვარ. აი ეს არის უკვე ძალიან გამოკვეთილი. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული შრომა დაჭირდებათ კაცებს და ის კაცები კიდე რომელიც უკვე ვითარდებიან, რომელსაც აი ეს ეგო დამახინჯებული ან შერყეული არა აქვთ და ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე, ну ეს კონკურენციაში ძალიან მარტივი ისინი იქნებიან, ხა, ესე რომ ვთქვათ, ანუ პრივილეგირებულები იქნებიან იმ მასების ფონზე, ხო, ვინც არიან ეს მასები, მაგალითად, რომელსაც აბსოლუტურად 0 ემოციური ინტელექტი აქვს, ხო, საერთოდ ზოგიერთი არის გიყურებენ და აი შუშა საერთოდ, ხო, აი ვერც ხვდება რა არის ურთიერთობა საერთოდ, ხო? ამიტომ ქალებო, ესე რომ ვთქვათ, არ გაგიკვირდეთ, როცა მარტო თუ რჩებით, თუ გაქვთ განცდა, რომ აი ჩემი ბებიები არ იყვნენ ესე და მე რა დამემართა, აი ამას მიხვდებით მიზეზს, საიდან არის ეს ყველაფერი, ხომ? რომ სხვა ეპოქა არის, სხვა დრო არის ახლა, განსხვავებული სიტუაცია არის, სხვანაირი რითმი არის ცხოვრების და ეს მოითხოვს გადაწყობას, სერიოზულად უნდა გადაეწყონ უკვე მამაკაცები ამ ყველაფერზე, ქალი გადაეწყო, ქალი მიდის ძალიან დიდი სისწრაფით წინ, კაცები კიდე ერთ ადგილას დგანან, წინა საუკუნეებში არიან ისევ კაცების უმეტესობა. თუმცა იქაც პროგრესული ხალხი, საკმაოდ ფსიქოლოგებშიც მაგალითად კაცები ძალიან უკვე სხვა განვითარებაში არიან ხშირად მაგალითად, ხო? და ესენიც ქმნიან ახალ პროგრესს, ახალ მიმართულებებს, თუმცა ძალიან მცირენი არიან. ასე რომ ეს რეალობა ესეთი არის, მეგობრებო, ამასაც უნდა გაუსწოროთ თვალი, ამასაც უნდა დავფიქრდეთ ყველანი და ის იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდეს ქალი და მოერგოს. აი ეს უფრო უბიძგებს კაცებს, რომ ნენელა რაც უფრო ბევრი ქალი აღარ იქნება თანახმა ასეთ ტოქსიკურ თუ არაჯანსაღ ურთიერთობებზე, მით უფრო მალე დაფიქრდებიან და მით უფრო ხარისხიან ქალებს გეუბნებით, თორე ახლა ხარისხიანს გულისხმობ რა ინტელექტუალურად, ემოციურად, აი პიროვნული მე რო იყოს ძლიერი, ხო, შინაგანი, აქ არის სილამაზეზე არის საუბარი და არის რაღაცა ფორმებზე, ხო, აქ არის შინაგანი სიღრმე, შინაგანი ნიჭიერება, შინაგანი უნარები და დამოუკიდებლობის ხარისხი. აი
ის მომენტი, რომ აი კაცს რო ექნება განცდა, რომ მე ან და შევიცვალო, ან უფრო ხარისხიან, ან უფრო ძლიერ, ან უფრო ისეთ ქალთან ვერ ვიქნები, ცოტა ისე უხეშად, მაგრამ რეალისტურად რო ვთქვათ, ხო? კაც ქალებსაც აქვთ ეს, ხო, რომ ხა უფრო წარმატებული, ან უფრო ისეთი მამაკაცები აინტერესებთ, ხო? შემდგარი პიროვნებები, ხო, სიტყვაზე და კაცებსაც აქვთ ეგ მომენტი, მაგრამ შენ და შესაბამებოდ იმ დონეს და როცა დაინახავენ, რომ მე ის ჩემთვის მიუწვდომელია, იმიტომ რომ ესა და ეს პრობლემები მაქვს, ხო? ეს უკვე სერიოზული ბიზგი იქნება, ან შეიცვლებიან, ან დარჩებიან იქ, სადაც არიან, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ის მომენტი თუნდაც ეპოქალურადაც, რომ კაცებს აქვს ძალიან სერიოზული თავისი დღევანდელ საქართველოში ხშირად წერენ ხოლმე ზოგჯერ აი სოფელში კაცები სულ ან მოსაწევზე ზიან, ან ნარკოტიკებზე ხლა ნუ ეგ ხო ხდებით ხა კაცი, რომელსაც აქვს ამდენი პრობლემები, ხა მით უმეტეს იქ ქალს როგორ უნდა შესთავაზოს თავი, როდესაც თვითონ არის შინაგანად სერიოზულ კრიზისში, ხო, თვითონ აქვს სერიოზული პრობლემები, ხო? აი ესეც კიდევ დამატებით სერიოზული თემა არის. თუმცა ახლა მაგ კატეგორიაზე საერთოდ არ არის აქ ლაპარაკი, მაგ კატეგორია რა ზოგადად ხა არავინ არ არის არაფრის განსხვავებული, მაგრამ აი ძალიან ბევრი პრობლემა შემოდის, ხო, დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებით, იმიტომ რომ აღზრდის თემა სერიოზულად იყო მამაკაცებთან ცოტა პრობლემური ვიდრე ქალებთან. ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემები არის ამ მიმართულებით და ის ხდება, რაც ბუნებრივი არის. ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო, ისე ვეღარ იქნება უბრალოდ, როგორც ადრე იყო წინა საუკუნეებში, 20 წლის წინ, 30 წლის წინ მაგალითად და ქალებმაც დაამტკიცეს ეს, რომ მათ იმაზე მეტი შეუძლიათ და ძალიან ბევრი წავიდა მერე ოჯახიდან, იმიტომ რომ უკვე დაიღალნენ, ხო? რო თუ ყველაფერს მე ვაკეთებ, რაღაცი მჭირდება მაშინ მამაკაცი, ხო? და გაკეთებას აქ არ გულისხმობ ფიზიკურ გაკეთებას, ხო? ახლა ხალი ძალიან ბევრს გააკეთებს თუ მოსიყვარულე მამაკაცი ოდგას გვერდში, რომელიც აფასებს, რომელიც სითბოს ავლენს, რომელიც ხა დახტოვანებული არის მითი, ხო? ხა ქალს სიმდრეში სიყვარული ჭირდება მეტი არაფერი. და ისიც რო არ არის, ისიც რო არის, ისიც რო არ არის, მე რაღა კიდე. აი ეგ სიტუაცია არის. ასე რომ ეს მინდოდა თქვენთვის მე თქვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად საუბრობ ხოლმე პირად ურთიერთობებზე, ტოქსიკურ ურთიერთობებზე მაგალითად და აი ეს გლობალური თემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის რომ გამიზიარებინა რეალურად რა ხდება ახლა ეპოქაში. და იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, დამწერეთ კომენტარები, თუ გექნებათ რამე ისეთი მნიშვნელოვანი კითხვა, თქვენი აზრი გამოხატეთ ვიდეოზე. მამაკაცებმა არ მიწყინონ, იმიტომ რომ ყველას რა თქმა უნდა ეს არ ეხება და განსაკუთრებით ვინც მე მისმენს იმათ ყველაზე ნაკლებად ეხება. ასე რომ ზოგად ტენდენციებზე იყო აქ საუბარი დროებით, აბა.